მოგესალმებით. როგორც ცნობილია, დღეს ვილნიუსში იწყება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. უთუოდ უდიდესი მოვლენა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და ევროპისთვისაც. ჩვენ ქართული საზოგადოება, ხელისუფლება შეთანხმებული ვართ, რომ ეს არის უდიდესი მოვლენა, უდიდესი წარმატება, უდიდესი მიღწევა, მაგრამ სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას არ ვეუბნებით კონკრეტულად რა მიღწევაა ეს. კონკრეტულად რა მოაქვს საქართველოსთვის ამ გადაწყვეტილებას. როგორ უნდა გაგრძელდეს შემდეგ პროცესები, რა შეიძლება აქ საფრთხეები წარმოიქმნას, რა შეიძლება პრობლემები შეიქმნას, რა შეიძლება პირიქით დღეს არის მოსასწრები, რომ ხვალ არ დაგვიდგეს ეს პრობლემები, რა ნაბიჯები უნდა გადაადგას იმისთვის, რომ საზოგადოებამ სწორად გაიგოს მიმდინარე პროცესების შესახებ. სამწუხაროდ ამ საკითხებზე ხელისუფლება არ საუბრობს, რითაც ქმნის გაურკვეველ მოლოდინებს, თითქოს ეს ხელმოწერა არის პანაცეა და ყველაფრის გადამწყვეტი საქართველოსთვის. რაც საბოლოო ჯამში შემდეგ პირველივე პრობლემაზე შექმნის სერიოზულ გართულებას და თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესი, როგორიც არის დავუშვათ უკრაინაში, რაც ამჟამად ხდება და ასე შემდეგ, ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, რომ ასე მარტივად ეს საკითხები არ ჩაივლის და ჩვენ ვართ კი მზად იმისათვის, როდესაც ეს პრობლემები დადგება. ვართ კი მზად იმისათვის, როცა ევროკავშირი დააყენებს მთელ რიგ მოთხოვნებს. ვართ კი მზად იმისათვის, როდესაც იგივე რუსეთიდან იქნება გარკვეული ზეწოლა და წინააღმდეგობები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს რეალური პრობლემები ჩვენ წინაშე დადგება და შესაბამისად ხელისუფლებას მოუწოდებთ, რომ ამაზე დავფიქრდეთ. მე მინდა ორ საკითხს შევეხმიანო დღეს, ორ უმთავრეს საკითხს, რომელიც შემდგომ უკვე კიდევ უფრო ყინულულად დადგება ქართული პოლიტიკური ცხოვრებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთი ეს გახლავთ ჭელაში მინარეთის აღმართვის თემა, როგორც მოგეხსენებათ, სახალხო პარტია წინააღმდეგი იყო იმ მოტივით, რა მოტივითაც მინარეთი მოხსნეს ამ ქმედებისა და პირიქით ვამბობდით, რომ უაზრო საბაბით, როგორიც არის არმატურის დათვლის გამო იქ რელიგიური დაწესებულების დემონტაჟი, შენობის დემონტაჟი, ეს კიდევ უფრო მეტად გაართულებდა სიტუაციას და ახლა არანაკლებ შემაშფოთებელი, როდესაც ისევე მოხდა აღმართვა ამ ნაგებობის, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ხელისუფლება მიდის რელიგიურ დაპირისპირებაზე ქართველებს შორის. ქართველებს შორის ხდება მაქსიმალური დრამატიზება მოვლენების, ხდება რადიკალიზაცია მოვლენების და ბევრ შემთხვევაში ჩვენ დღეს უკვე ტელევიზიიდან გვესმის ისეთი ფრაზები, რომელიც ნამდვილად შეუქმნის საფრთხეს ერთიანი ქართული ცნობიერების არსებობას და განვითარებას. სწორედ ამიტომაც ჩვენ როდესაც ევროპის კონტექსტში და ვილნიუსის სამიტის კონტექსტში ვსაუბრობთ ამ თემაზე, ეს საკითხები დღეს უნდა დარეგულირდეს, ხვალ ძალიან გვიან იქნება. ისევე როგორც კანონი თვითმმართველობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც არის შემოტანილი პარლამენტში, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრ გაუგებრობებს და შეუსაბამობებს მოიცავს, მაგრამ ჩვენ მთლიან კანონზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ მე-7 კარზე, კარი, რომლითაც საქართველოს შემოდის რეგიონული გაერთიანების ცნება, ანუ შემოდის სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის და ნიშნების მქონე წარმონაქმნი, თავისი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ფუნქციებით, შემოდის სტრუქტურა, რომელიც აწარსებულ რაიონს კი არ ენაცვლება, ბავშვად მისი გამსხვილების სახით, არამედ ენაცვლება სახელმწიფოს მისი წვრილ პროვინციებად დაშლის სახით, რომელიც ერთ-ერთ თაობაში გამოიწვევს არა მარტო სახელმწიფოებრივი, არამედ ერთიანი ქართული ცნობიერების მოშლასაც. როდესაც ჩვენ დავაკანონებთ ამ სტრუქტურას, შემდეგ უნდა გქონდეს გათვლილი, რომ ევროპა
აუცილებლად დაუჭერს ხარს ამ სტრუქტურაში არჩევითობას, აუცილებლად დაუჭერს ხარს ამ სტრუქტურაში განვითარებას უფრო მეტი უფლებამოსილებებისა, აუცილებლად დაუჭერს ხარს რეგიონული ენების აქტუალიზაციის შემთხვევაში რეგიონული ენების დაკანონებას, აუცილებლად დაუჭერს ხარს რომ მაქსიმალური უფლებამოსილებები ქონდეს ასეთ სტრუქტურებს და ეს საქართველოში გამოიწვევს კვლავ ემოციების ფქველას, გამოიწვევს ანტიდასალურ განწყობებს, გამოიწვევს სერიოზულ, ასე ვთქვათ, დაპირისპირებებს და სერიოზულ უსკოლს საზოგადოებრივ ფენებს შორის და ჩვენ პრაქტიკულად დღეს ვდგავთ იმ ნაბიჯებს, რომელიც დამღუპველი იქნება ხვალ ქართული სახელმწიფოებისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდგომ უკვე ამ საქმეში ქართული საზოგადოება დაადანაშაულებს არა თვითონ ჩვენგანს, რომელმაც დუმილი ვამჯობინეთ დღევანდელ დღეს, არა დაუშვათ იმ მთავრობას და იმ ხელისუფლებას და იმ დეპუტატებს, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელიც მინარეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებენ, არამედ დაადანაშაულებს უკვე ევროპას და გარკვეულწილად პრაქტიკულად შემდეგ საქართველოს სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ გაიხედოს ევრაზიული კავშირისკენ და შეიძლება აღმოჩნდეთ იმ მდგომარეობაში ისევ, როდესაც ჩვენი მეგობარი, ცნობილი დისიდენტი პავლე რაინიკიანი გამოთქვამს პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთმა ზურგი აქცია ევროპის მიმართულებას და მოითხოვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელს არ აწევს პარაფირებას სომხეთი, პრეზიდენტი მაინც დაესწროს ვილნიუსის სამიც მაინც დაესწროს, რომ ევროპულ რაღაც ელიტაში იხილოს სომხეთის წარმომადგენელი. რაღაც გარკვეულწილად ან ეს პერსპექტივა გველოდება, ან და როგორც უკრაინაში მაიდანი, რომ უკვე მერვე დღეა, მართლა თავდაუზოგავად დგას უკრაინელი ხალხი თავისი უფლებების დასაცავად, თავისი ადგილის მოსაპოვებლად ევროპულ ოჯახში. სანამ გვიან არ არის, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ დღესვე იქნას გადაჭრილი ეს პრობლემები, რაც დღეს არის გადასაჭრელი და გაიხსნას ფართო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ფედერალიზმი, თუ გვინდა ფედერალიზმი და საქართველოს დაშლა დაგუცმაცება, მაშინ ამის არგუმენტები დაიდოს, გაიხსნოს ღია დისკუსია შესაბამისად ქართულმა ხალხმა გადაწყვიტოს როგორ სახელმწიფოში სულს მას ცხოვრება. ისევე როგორც რელიგიური დაპირისპირებების გაღრმავება, ეს პრაქტიკულად იქნება საქართველოს კიდევ ერთი ცდელობა დაშლის მიმართულებით. ამ თემაზეც უნდა გაიხსნას ფართო დისკუსია და შემიძლია კიდევ ერთი მაგალითის მოვიყვანოთ, რომ გახსოვთ სამთაწყაროს ისტორია, როგორ გაშუქდა, თუ როგორ ხდებოდა იქ ხელის შეშლა მეჩეთში ლოცვის დროს, მაგრამ პრაქტიკულად არ გაშუქებულა, თუ როგორ მოხდა, რომ სამთაწყაროს რამოდენიმე წარმომადგენელი, თუმცა შორის ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ თუნდაც მეჩეთის მშენებლობაში, გარკვეული მუშაობის ჩატარების შედეგად, ახსნა-განმარტების სერიოზული სამუშაოების შედეგად დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები გახდნენ და აქტიურად მონაწილეობენ უკვე ქართველთა და მართლმადიდებელთა და მუსლიმ ქართველთა დაახლოების და ინტეგრების საქმეში. აი ამ საკითხებს ჭირდება ხელისუფლების ხი და პროპაგანდირება, ამ საკითხებს ჭირდება ხელის შეშლა და რაც ყველაზე დასკვნის სახით გვინდა თქვა მნიშვნელოვანია, უნდა გავაცნობიეროთ რატომ არის ჩვენი ადგილი ევროპაში, რა არის ამის საფუძველი, რას გვაძლევს ვილნიუსის სამიტი, რა საფრთხეები შეიძლება ამას მოყვეს და როგორი იქნება ჩვენი ქმედებები ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად. სამწუხაროდ ჩვენ არა ვართ მიწვეული, ნარმანიამ ჩვენი პოზიცია იცის, სამინისტრომ ჩვენი პოზიცია იცის, ჩვენ რამოდენიმე მივიღეთ კონფერენციაში მონაწილეობა, სემინარში მონაწილეობა, მათ იციან ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი. რა განასხვავებს
სახალხო პარტიას სხვა ორგანიზაციებისაგან. განასხვავებს ძირითადად ის გარემოება, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ჩავერთვებით კანონის განხილვაში, ჩვენ ჩავერთვებით რა თქმა უნდა იმ შეუსაბამობების აღმოფხვრაში, რაც არის თვითმმართველობის კოდექსში, მაგრამ პრინციპულად ვსვამთ მეშვიდე კარის ამოღების საკითხს. აი ეს არის უპრინციპულესი საკითხი. სხვა თემები შეიძლება გამოსწორდეს. უფლებამოსილები შეიძლება ხვალ მიეცეს თვითმმართველობებს, ქონება შეიძლება ხვალ გადაეცეს თვითმმართველობებს. ბოლოს და ბოლოს იქ მუნიციპალიტეტის საზღვრებიც კიდევ შესაძლებელია ხვალ დაზუსტდეს, მაგრამ თუ კი დღეს ჩვენ ჩავწერთ მეშვიდე კარს და დავაკანონებთ პირველ ნაბიჯებს საქართველოს დაშლის გზაზე, ხვალ ეს უკვე შეუძლებელი გახდება. სწორედ ამ პრინციპული პოზიციის გამო ჩვენთან გაურბიან კამაც, იმიტომ რომ არგუმენტი არ აქვს ვერცერთ შეკრებაზე. კანონის ავტორებმა ვერ დაასახელეს არგუმენტი, ვერ დაასახელეს კონკრეტული მოტივი, თუ რის გამო უნდა შეიქმნას რეგიონული გაერთიანება, გარდა ერთი კვადრატებული თემისა, რომ ადგილზე საკითხები უნდა გადაწყდეს ადგილობრივი საკითხები უნდა გადაწყდეს ადგილზე. ამას ჩვენც ვესახმებით და ეს შესაძლებელია თვითმმართველობის დონეზე განხორციელდეს ადგილზე საკითხების გადაწყვეტა. მაგრამ შეკითხვაზე რეგიონი რასაჭიროა, აი სამწუხაროდ ამაზე მათ პასუხი არ აქვს და შესაბამისად სახალხო პარტიის არგუმენტირებული პოზიცია მათთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომაც ჩვენ ძირითადი მოსაზრებები თეზისურად გაუგზავნეთ და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, სადაც აუხსენით იმ პრობლემების შესახებ, რა პრობლემებიც შეიძლება წარმოიშვას ამ კანონით. ამავე დროს კიდე რადგანაც ევროპასთან უკავშირდები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ჩვენგან არ ითხოვს ამას. პირიქით ევროპა ითხოვს იმას, რომ თვითმმართველობა განვითარდეს და არ ქონდეს ცენტრალურ თუ რეგიონულ მმართველობას ზეწოლის საშუალება. კანონში პირდაპირ წერია, რომ პრაქტიკულად რეგიონები იმართება სამინისტროსგან და რეგიონი გუბერნატორი მართავს თვითმმართველობებს, პრაქტიკულად აკონტროლებს და მართავს თვითმმართველობებს. სწორედ ამიტომაც სამწუხაროდ სახალხო პარტია მათთვის ძალიან უხერხული პარტნიორია და არ არის მიწვეული. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვეცდებით, რომ აუცილებლად გამოვძებნოთ მექანიზმები, რომ დავესწროთ და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და თუ რა თქმა უნდა ჟურნალისტები იქნება იქ შესაბამისად მოისმენენ კიდევ ერთხელ ჩვენს არგუმენტებს და საპირისპირო პოზიციასაც. აი ჩვენ მიმართვაში გვიწერია, რომ პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება უახლოეს პერიოდში დავდგეთ ეთნიკური ანკლავების შექმნის პრობლემის წინაშე. გარკვეულწილად ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ეს 15,000-იანი ქალაქები ჩამოცილდება და მუნიციპალიტეტების ახალი ტერიტორიების გადანაწილება მოხდება, იგივე ყველა ჩვენგანს, ვისაც ოდნავ მაინც შეხება აქვს, დაუშვათ საგარეჯოსთან, ლაგოდეხთან, ქვემო ქართლთან, ჯავახეთთან, უბრალოდ წარმოვიდგინოთ იქ როგორ შეიძლება გადანაწილდეს აი ეს მუნიციპალიტეტები, რაც ავტომატურად წარმოქმნის ახალ ეთნიკურ ანკლავებს, რაც ავტომატურად წარმოქმნის არა მარტო არაქართველები მაქვს ამ შემთხვევაში მე მხედველობაში, იგივე კუთხური პატრიოტები სხვა კუთხეშიც შეიძლება აუცილებლად მოიძებნება დაუშვათ ეგრეთ წოდებული ჭყალებში გურული პატრიოტი, რომელიც მიესალმება გურიის რესპუბლიკას, მით უმეტეს რომ გურიას ამის ტრადიცია გააჩნია და 1905 წელს გურია იყო პირველი ასე ვთქვათ, რომელმაც გამოაცხადა საბჭოთა მაშინ რუსეთის იმპერიის ფარგლებში რესპუბლიკა, ამ რესპუბლიკას ყავდა პრეზიდენტი, ყავდა თავისი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, რესპუბლიკას ეთქვა ხვრელთესველთა რესპუბლიკა, ის არსება არც თუ ისე მცირე ხნის განმავლობაში და შემდეგ ბუნებრივია, რომ გარედან ინტერვენციის რუსეთის ჯარებმა გააუქმეს რესპუბლიკა. ხვალ დადგება ვიღაცა იტყვის, მოდი აღვადგინოთ გურიის რესპუბლიკა, ბენია ჩხიკვიშვილი იყო პრეზიდენტი. სხვა შორის ძალიან კარგი ნიუანსი არის, ალბათ ყველასთვის საინტერესო, დათიკო შევარდნაძე
საქართველოში ძალიან ცნობილი ფირალი იყო საგადასახადო პოლიციის უფროსი დღევანდელ ენაზე რო ვთქვა და ახლა ვინ არ გადაიხდიდა გადასახადს, სადაც დათიკო შევარდნაძე იყო საგადასახადოს უფროსი და ასეთი საინტერესო სტრუქტურები ჰქონდა. ხვალ შეიძლება ვიღაცას მოუნდეს თავის გამოჩენა, შეიძლება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმაც იმუშაოს ამ მიმართულებით. შესაბამისად ის პრობლემები თუ კი გამოჩნდა საქართველოში ბოლო პერიოდში ცოტნე დადიანზე, ამბროსი ხელაიაზე, გიორგი ჭყონდიდელზე უფრო დიდი პიროვნება და მოინდომა ის რაც არ მოუნდომებია ამ ადამიანებს ბიბლიის სვანურად და მეგრულად თარგმნა. გამოჩნდება ახლა ასეთი ადამიანების, გამოჩნდება კახელი პატრიოტებიც, რომელიც გაიხსენებს გარკვეულ პერიოდს. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ჯაკელები არავის ნაკლები ქართველები არ იყო. არავის ნაკლები ქართველები არ იყო, მაგრამ აი ამ სურვილმა ძალაუფლებისა განაპირობა ის, რაც ყველა ჩვენგანმა იცის, საქართველოს დაიშალა. აი თუნდაც უახლოეს წარსულში არავის ნაკლები ქართველი არ იყო ასან აბაშიძე, არც ჯიშით, არც არის უკაცრავად ჯიშით მოდგმით თუ გვარის დამსახურებით, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ის გარემოება, რომ სეპარატიზმის ერთ-ერთი საფუძველი არის ეკონომიკა. და გავლენის პერიოდისთვის ბრძოლა მაშინ შევარდნაძესა და აბაშიძეს შორის შექმნა ისეთი პრობლემები, რომლიდანაც დღესაც გვიჭირს გამოსვლა. სწორედ ამიტომაც ეთნიკური ანკლავები, კუთხური პატრიოტები და სხვა ასეთი გუბერნატორების განუკითხავი ძალაუფლება აქამდე გუბერნატორი არ ყოფილა დაკანონებული უფლებამოსილობებით კონსტიტუციაში, ახლა ყალიბდება. კიდევ ერთი თემა, ეს რომ ადმინისტრაციული ტერიტორიული დაყოფა საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით და არაკონსტიტუციურია ეს კარი, მეშვიდე კარი. ესე იგი, ამას აქვს თავისი პოლიტიკური და მორალური დატვირთვაც. ესე იგი, ჩვენ მივეჩვიეთ და ვეუბნებით ერთმანეთს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე ვაპირებთ ცხოვრებას. ესე იგი, ჩვენ უარს ვამბობთ ამ ტერიტორიებზე და ამ ხალხზე. აი მრავალი პოლიტიკური და ასეთი სამართლებრივი საკითხი გამოდის წინა პლანზე და სწორედ ამიტომაც ამ მიმართვაში დეპუტატებს ვეუბნებით, რომ დღესვე თავის თავს დაუსვან შეკითხვა და გასცენ პასუხი თუ რატომ შემოგვაქვს ხელოვნურად ეს სტრუქტურები, ხვალ როდესაც შთამომავლობა მოთხოვს ამის შესახებ პასუხს, ისევე როგორც მოთხოვეთ პასუხი თავის დროზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შემქმნელებს, უკვე გვიან იქნება მათი მხრიდან ეს პასუხი. დიდი მადლობა თქვენ.